არსებობს თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების პერსპექტივა. 5 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრები და მიღებული გზავნილები ქართულ საპარლამენტო დელეგაციას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონსა და თბილისს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განახლდება და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული. ურთიერთობების გადატვირთვის პარალელურად ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა ოკუპაცია, საქართველოს როლი შუა დერეფანში და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები იყო. ამ წუთებში დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე პიტ ჰექსეტის მოადგილეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ხვდება, ის შეხვედრას მართავს პენტაგონში. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია, პესიმისტურია ოპონენტების პროგნოზი. ოპოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას გამორიცხავს. თეთრი სახლი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და კაპიტოლიუმი. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადასატვირთად და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაურკვეველი ვადით შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად მეხუთე დღეა შეხვედრებს ამერიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში მართავს. ქართული მხარის პოზიცია საპარლამენტო დელეგაციამ ბოლო შეხვედრებზე 5 კონგრესმენს გააცნო. დახურულ კარს მიღმა ხელული საკითხების ფართო სპექტრს შორის საუბარი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლსაც შეეხო. ამასთან ნიკოლოზ სამხარაძემ კონგრესმენებს მოუწოდა მათი კოლეგების ანტიქართული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს ყურადღებით გაეცნონ, რადგან მისი აზრით საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამერიკული კანონპროექტები ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს. ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება, ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა. ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ჩვენ თხოვეთ ასევე კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ. წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდაში, არამედ მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები, ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. ორმხრივი შეხვედრების პარალელურად ქართული დელეგაცია ამერიკაში სუვერენული ერების კონფერენციაშიც მონაწილეობდა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა და აქცენტი ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე და დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე გააკეთა. სამხარაძე იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე. მოგეხსენებათ, ახალი ადმინისტრაცია საკმაოდ მკაცრად გმობს ასეთ ქმედებებს და ქონდა ასევე საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც. ქონდა საშუალება რომ ესაუბრა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, მის გაუმჯობესებაზე და იმ ასე ვთქვათ შეხების წერტილების პოვნაზე, რომელიც ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო თემატიკით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველო აღღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, აღღერებდა უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ის რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული ღირებულებები არის დღევანდელი 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამის დაცვა სწორედ ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს ევალება.
მნიშვნელოვანი იყო რომ ვისაუბრეთ ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ვისაუბრეთ საქართველოს როლზე შუა დერეფანში. მნიშვნელოვანი თემები იყო წამოწეული, ისეთი როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნების სუვერენიტეტები. ყველა ეს საკითხი განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ჭრილში და აღინიშნა რომ მნიშვნელოვანია სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება თუ სიტყვის თავისუფლება იმისათვის რომ დავიცვათ თავისუფლება და ქვეყნების სუვერენიტეტი. ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოპტიმიზმს ოპოზიციაში არ იზიარებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ქართული ოცნება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ შეძლებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა პოზიციების დაახლოებას შეძლებს და სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან აღდგება. 2025 წლის 20 იანვრიდან გვპირდება ოცნება და პირდება ქართულ ხალხს რომ გადათურთოს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ დამდგარა. და სამწუხაროდ არც დადგება განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ამ დელეგაციისთვის და ამ ვიზიტისთვის უბრალოდ არასწორია. ჩვენ გვინდა მაღალი დონის შეხვედრები, გვინდა პრეზიდენტის დონე, ვიცე-პრეზიდენტის დონე, სახელმწიფო მდივნის დონე. ეს იყო დროული ვიზიტი საქართველოს დელეგაციის გაგრძელება იმ პოლიტიკური კომუნიკაციის, რაც შედგა მილანში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, საქართველოს მოსაზრებების გაცნობა, გადაცემა, ახსნა იმისა თუ რატო აკეთებს საქართველოს იმას, რასაც აკეთებს საშინაო საგარეო პოლიტიკის ნაწილში, რა გამოწვევებია რეგიონში, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის საინტერესო იყო ვიზიტი იმისთვისაც, რომ უკეთ და უფრო ღირსეულად გაგვეგო ამერიკის პოზიცია. ჩვენ ამ ვიზიტის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება შიდა კონსულტაციები, დისკუსიები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძე მნიშვნელოვან ბოლო შეხვედრებს პენტაგონში მართავს, რის შემდეგაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაასრულებს.